ახლა ჩვენი ამოცანა იყო გავიდა 33 წელი 1991 წლიდან რომ როგორმე ჩვენ ეს სისტემა მოგვეშალა. ესე იგი ერთი მხრივ შიდა პროდუქტი რაც ესე უხეშად რო ვთქვა რაც საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა ეს არის ეკლესიური სიტუაცია წეგან აღწერეთ და არის ეს არის ხო ასეთ შეხვდა რაც შეეხება საერთაშორისოს საერთაშორისოს გარღვევა დაიწყო სწორედ მაშინ აი სწორედ მაშინ როცა პირველი ეროვნული ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მეთაურობით ძალიან მალე ის ვერც გავიგეთ ასეთი იქნებოდა აქეთ წავიდოდით იქით წავიდოდ ეროვნული ხელისუფლება ვერც მოვასწარით იმდენად მალე მოხდა გადატრიალების გზით მისი ჩამოშორება რომ რეალურად ძნელია ეხლა ვთქვა თუ რა მიმართულებით წავიდოდა ეროვნული კუთხით კი ადამიანის უფლებები და მოქალაქეობრივი არ ვიცით რა ვითარება იქნებოდა ძნელი სათქმელია მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოხდა ის რაც მოხდა და ამის შემდგომ უკვე შევარნაძის შემდეგ სააკაშვილის და შემდგომ ივანიშვილის ხა პირდაპირ დავარქვათ ხო ეს სამი ფიგურა არის რომელიც დროსაც არის ეს ცვლილებები და ეს ვითარება ხო შევარნაძეს საერთაშორისო კუთხით თავის დიდ ძველ ავტორიტეტს და ასე შემდეგ რაც მას ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მოყოლებული და პირად ნაცნობობას და სხვებს იყენებდა აი ამ საერთაშორისო კუთხით ჩვენ იზოლაციის გარღვევისთვის ის მოერგო იმ დროინდელი ახლა როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა სოფლიო ელიტავს მოერგო და მათ როდესაც მიიღეს მათაც და შესაბამისად როდესაც გაჩნდა ახალი იდეები შევარნაძიდან წამოვიდა თუ შევარნაძე მოერგო ამას პრინციპული მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს მაგრამ იმ დროს არხი გაიხსნა და როდესაც რუსეთისგან ალტერნატიული ნავთობ და თანამედროვე აბრეშუმის გზა რასაც ვეძახით ეს არის ნავთობსადენი და გაზსადენი რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სუვერენიტეტის ასე ვთქვათ დაცვას იმიტომ რომ ჩვენ წეგან საუბრობდით დიდხანს რომ არავის ლამაზი თვალებისთვის არასდროს იცავს ყველაფერი კეთდება წმინდა პრაგმატული გათვლებით ნებისმიერ დროში ნებისმიერ ქვეყნიდან თუ მას აქვს ფინანსური დიდი ინტერესი და გეოპოლიტიკური ამ შემთხვევაში ის თავის ფინანსური ინტერესს მე დაიცავს აი ეს ამთავრებო საინტერესო გახდა და საინტერესო ჩვენ 5 საუკუნე აღარ ვიყავით და 90-იან წლებში ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო ერზურუმის გაზსადენის ამუშავებით აი ეს საინტერესო ქვეყნის სტატუსი მოგვემატა და რეალურად იმაზე ვართ ჯერჯერობით კიდევ რაღაც ჩანს კიდევ ხმაწლოვანი პორტის პერსპექტივა რომელსაც ძალიან ებღაუჭა და რუსეთი ამას ეწინააღმდეგება რუსეთისთვის ეს რომელიც აღწევე ხელახლა დაიბადა მაშინ როგორც ცალკე სახელმწიფო კი ისიც საბჭოთა კავშირის რუსეთი იყო მაგრამ ოფიციალურ რუსეთი და 90-იან წლებში ქონდა ჩავარდნა ამ კუთხით რომ ერთგვარი ვითომ დემოკრატიის გზით ცდილობდა ბორის ელცინის ხელისუფლება მის წაყვანას ვითომ ფსევდოს ვამბობ როდესაც მაგრამ თუმცა ამ დროს აგვიფეთქა სეპარატისტული რეგიონები როგორიც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი და ის მუდმივი პრობლემები რა თავის დროზე ავტონომიების შექმნით ჩადო სტალინმა და ლენინმა თავის დროზე აგვიფეთქა და 90-იან წლებში აი ამას გამოვასწარით რომ იტყვიან შევედით ევროსაბჭოში გაეროს წევრები გავხდით ნატოსკენ დაახლოება დავიწყეთ ევროკავშირისკენ დაახლოება დავიწყეთ ეს სწორედ ოფიციალურად შევარნაძის დროს მოხდა მაგრამ ამავდროულად შიდა პოლიტიკაში სრული კოლაფსი იყო სისტემა ხელუხლებელი სისტემა ხელუხლებელი იყო ეს სისტემა ხელუხლებელი თითქმის სრულიად ხელუხლებელი იყო შევარნაძის პერიოდში რაც შეეხება ვარდების რევოლუციის შემდეგ მასზე მოხდა რაღაც სახის პოზიტიური ზემოქმედება იგივე ევროპული რეკომენდაციების სახით ზოგიერთ დარგებში შევიდა ევროპული გავლენები იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა განათლების სისტემა სოფლის მეურნეობის განხრით ოღონდ ის ბასტიონი რომელიც ოდითგან რუსეთის მიერ იყო აქ დასმული როგორც საყრდენი ეს ძალოვანი სტრუქტურები ჯარი შეგვიძლია ვთქვათ რომ რაღაც სახით მაინც დასავლეთმა მოახერხა მასში ინტეგრაცია და სიკეთეებიც ვნახეთ აქედან გამომდინარე მაგრამ დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურები ხელუხლებელი დარჩა არც ერთი რეკომენდაციას ლაპარაკზე მეტია ტაბუ ჰქონდა და აქვს დადებული თორემ თუ იქ რაღაც სახის ცვლილებები მოხდებოდა ჩვენ შეიძლება ითქვას რომ დღევანდელი სურათი ესეთი რადიკალური ვერ იქნებოდა თუ მოხერხდებოდა იქ ის პოზიტიური ღვევა. რა თქმა უნდა, გოგა, ახლა უკვე ამაზეც ვისაუბროთ, აი გავმიჯნოთ, ესე იგი, რადგანაც სამოქალაქო შევთანხმდეთ იმაზე, კიდევ ერთხელ რომ საბჭოთა პერიოდის, პოსტსაბჭოთა პერიოდზე რომ ვისაუბროთ, რადგანაც მოქალაქის ცნება რეალურად ჩავთვალოთ, რომ ისე მოვიდა 91 წლის შემდგომი პერიოდი, რომ აქ არ არსებობდა
შეიძლება შინაგანად პატიოსანი ადამიანები ყოფილიყვნენ, რომლებიც ვერ ესე იგი საბჭოთა სისტემას ვერ მოერგნენ, თეთრი ყვავებივით იყვნენ, ესეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებსაც სინდისი, ეს ისეთი რამეა, ისეთი რამეა სინდისი და გული, რომელსაც ვერანაირი სისტემა ვერ დაარღვევს, რომელსაც სინდისი არ აძლევდა ასე ვთქვათ, საშუალებას, რომ მოეპარა, რომ თავის სინდისთან წინააღმდეგობას წასულიყო, მაგრამ ის ასკდებოდა ნერვებს, გულს, იმიტომ რომ გარშემო ხედავდა, რომ ადამიანები ცხოვრობენ კარგად, ადამიანები მატერიალურად არიან გადასარევად, შეიძლება ღიად არ აჩანთ, მაგრამ არაფერს იკლებენ. აქ საგზურები, უცხოეთშიც გადიან, ამაშვებიან და ეს პატიოსანი ადამიანი ხელფასზე ზის. მარტო ხელფასზე, იმიტომ რომ მას არ აძლევს საშუალებას სინდისი რომ მოიპაროს. არა ამის ამის არ შეიძლება ზოგს გაქანებაც არ ქონდა, უნდა არ შეეძლო. ერთი თვით საბჭოთა კავშირში მოქალაქე ვერაფრით ჩამოყალიბდა. ეხლა ამის შემდეგ 90-იან წლებში საერთაშორისო ვითარებაზე ჰქონდა საუბარი და მცდელობებზე შევარდნაძის ხელისუფლების გასულიყო აი ამ მოჯადოებული წრიდან, რაც უკავშირდება 5 საუკუნის განმავლობაში საერთაშორისო ფუნქციის არ ქონას, რასაც ნებისმიერი სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს. და ეს იყო ძალიან პოზიტიური, ესე ვთქვათ, ცვლილებები ამ კუთხით. გამოწვეული სხვათა შორის თვითონ რუსეთის შიგნით ქაოსით და არეულობით და ჩვენთვის რომ ნაკლებად ეცადათ ერთადერთი რაც აქვიფეთქეს ეს არის ეს სეპარატისტული რეგიონები 90-იანებში სხვა რესურსი თვითონ რუსეთს არ ქონდა იმიტომ რომ შიგნით იყო დიდი არეულობა და ქაოსი ელცინის პერიოდში და საშინაო ვითარებაში ესე იგი რადგან სამოქალაქო საზოგადოება რეალურად არ არსებობს აი აქ იწყება მერე ყველაფერი როცა გაიხსნა ჩვენ გაეროს წევრები გავხდით ევროსაბჭოსი ასე შემდეგ რაღაცა პროგრამები ჩამოყალიბდა ესე იგი ამ ჰომო სოვიეტიკუს, რასაც საბჭოთა ადამიანები ქვია, რასაც მეცნიერები სწავლობენ, პარალელურად ნელ-ნელა შემოემატა ადამიანები, რომლებიც გავიდნენ უცხოეთში, იქ ისწავლეს, ჩამოვიდნენ, შეეცადნენ იქაური სისტემა, აქაც დაენერგათ. შეიქმნა 90-იან წლებში გარკვეული პროექტები, რომლებიც სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით დაანერგა დასავლურმა სამყარომ აქა და შესაბამისად აი ეს თანდათანობით აი ეს სივრცეც და ინფორმაცია და ამას დავამატოთ ის რომ 90-იანი წლებიდან ხდება სამყაროს ერთ მუდში მოქცევა ეს არის ინტერნეტი გლობალიზაცია და ჩვენ სიყმაწვილეში რომ წერილს რომ გააგზავნდა ამდენიმე კვირაში ჩამოგივიდო და პასუხი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი უკვე სრულიად შეიცვალა და ადამიანები ჩვენც მათ შორის გადავეწყვეთ ახალ სისტემაზე. კი, ჩვენი თავი შუათაობას ვიძახი ახლა და უფროსები ჩვენ ჩამოყალიბებულები ვიყავით ან ყალიბდებოდ უფროსები ჩამოყალიბებულები იყვნენ საბოლოოდ ჩვენ ყალიბდებოდით საბჭოთა ადამიანებად მთელი თავის კომპონენტებით, როცა ეს გლობალიზაცია შემოვიდა. მაგრამ არ დაგვავიწყდეს ადამიანები, რომლებიც მაშინ დაიბადნენ, რომლებიც ამაში ვერ მოესწრნენ. ამის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ეს სეგმენტი შემოვიდა მაშინ ძალიან სერიოზულად თელ ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის საქართველოში განსაკუთრებულად, ანუ დასავლური სამყარო შემოდის ერთი მხრივ შეერაღებულ ძალებში წვნებისა და აღჭურვილ პროგრამითა და სხვებით და ევროკავშირთან დაახლოებული ასე ვთქვათ ინსტიტუციებით, რომლებიც შემოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და იწვევდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ანუ სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში და სხვადასხვა სოციალურ მეცნიერებებში და საერთოდ ნებისმიერ სფეროში. ისე განათლების სფეროშიც უკვე იქ გაიმიჯნა უმაღლეს სასწავლებლები, რომლებიც ორიენტირებული არიან და იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების გაზრდაზე, ნუ ნაწილი რა თქმა უნდა დარჩა ძველ ჩვევაში, რომელიც იყენებს უბრალოდ საშენ მასალად, სისტემის საშენ მასალად გამოიყენებს ახალგაზრდებს.